განათლებისთვის და ორგანიზაცია გადაარჩინე პატარა სიცოცხლე ორგანიზებით მომავალი მშობლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ღონისძიება მშობელთა სკოლა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა სამედიცინო სპეციალისტებმა, მათ შორის იყვნენ გენეტიკოსები, პედიატრები, ნეონატოლოგები, მეანგინეკოლოგები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები, რომლებმაც მშობლებს გაუზიარეს უახლესი სამედიცინო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. პროექტის მიზანია მომავალი და ახალბედა მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლება, ორსულობის დაგეგმვის, ბავშვის მოვლის, პოსტსამშობიარო დეპრესიისა და გენეტიკური პათოლოგიების შესახებ. ჩვენ ყველა თანაორგანიზატორები მუშაობთ როგორც კლინიცისტი, ექიმები, ინფორმაცია გვაქვს იმ გამოწვევების შესახებ, რაც დღესდღეობით არსებობს საქართველოში და გადავწყვიტეთ, რომ მსგავსი სახის პროექტი გაგვეკეთებინა. ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ ჩვენ მოვიცავთ ყველა იმ გამოწვევას, რაც უდგას ორსულს. ფონდი სოლიდარობა განათლებისთვის მაქსიმალურად ზრუნავს ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე, რომ ხელი შეუწყოს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ გენეტიკოსები, პედიატრები, მეანგინეკოლოგები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად სოციალური მდგომარეობის მიხედვით ამაღლებული იქნას მათი სამედიცინო განათლება და დაიგეგმოს უფრო ჯანმრთელი, საღი და ბედნიერი ოჯახი. პროექტის მიზანია, რომ ახალბედა მშობლებსა და ორსულებში და მომავალ მამებში მოხდეს ცნობიერების ამაღლება ორსულობის დაგეგმვის, მიმდინარეობის, მშობიარობის შემდგომი რუტინული კვლევებისა და ბავშვის ზრდა განვითარების შესახებ. ეს არის სატესტო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავიდეთ რეგიონებში, შემდგომ გეგმავთ ქუთაისსა და ბათუმში და იმედია, რომ იქნება ეს მუდმივად ციკლური ხასიათის ეს პროექტი. დიახ, ვიდრე რეკლამას დავუთმობთ დროს, მანამდე სვის კაპიტალის